რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ფაქტობრივად ტრამპის ხელმეორედ მოსვლის შემდეგ ჩვენ მუდმივად რაღაცა ესეთ დაიწონას რეჟიმში უყურებთ მის დამოკიდებულებას უკრაინასთან, რუსეთთან მიმართებაში, ზოგადად ამ კონფლიქტთან დამოკიდებულებაში. ძალიან ბევრი არაერთგვაროვანი ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამორიცხავი განცხადებები მოვისმენთ, რაც არ ქმნიდა მკაფიობის განცდას ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიმართ, კონკრეტულად თქვა უკრაინასთან დაკავშირებით. მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელიც მქონდა მოლოდინი რუსეთთან მიმართებაში ტრამპის ადმინისტრაცია გადახედავდა გარკვეულწილად ურთიერთობებს, იმიტომ რომ ამის უკან გარკვეული გეოპოლიტიკური ლოგიკა არსებობს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველ რიგში ჩინეთი არის, ვთქვათ, ამერიკისთვის თავარი საფრთხის მატარებელი დეკლარირებულ დონეზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა არ მარტო რეგიონისთვის, არამედ საერთოდ არსებული მსოფლიო წესრიგისთვის აქედან გამომდინარე ესე შევაფასოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტულ ნაბიჯებს. და ნახეთ, რომ მიუხედავად რუსეთთან აი მოლაპარაკებების ცდილობისა, ტრადიციული რუსული დიპლომატიური, ასე ვთქვათ, ტრადიციის ჭრილში მოსკოვი აგრძელებდა აბსოლუტურად უკომპრომისო საკუთარი თამაშის თამაშს და მე ვიტყოდი, რომ ხშირ შემთხვევაში ხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო არაერთხელ ამერიკის შეერთებული შტატები, აი ასე ვთქვათ, ცოტა ცინიკური დამოკიდებულების გათვალისწინებით, რასაც ამერიკულ შეთავაზებებთან მიმართებაში იჩენდა ხოლმე. ეს არის პირველი პოზიტიური უკრაინისთვის და ზოგადად მე ვიტყოდი საერთოდ ლიბერალურ აი ეს აქამდე არსებულ საერთაშორისო ნორმატიულ წესრიგისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის ავანგარდშიც რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები იყო, რომელმაც პირველად აჩვენა აი ახალ ადმინისტრაციის პირობებში, რომ უკრაინისთვის ის საფრთხეები, რაზეც საუბრობთ, რომ შეიძლება მიტოვებული ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატებისგან ან ზოგადად დასავლეთის მიმართ, რომ შეიძლება ბრჭყალებში თქვათ ეს ტერმინი დახურდოვებულიყო გარკვეულ სხვა გეოპოლიტიკურ ინტერესებთან მიმართებაში უკრაინის ინტერესები რუსეთთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობის თვალსაზრისით, ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, ჩანს, რომ ესე მარტივად ვერ მოხდება. ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ რეალური სიტუაცია აიძულებდა და მოსკოვის უკომპრომისო დამოკიდებულება ისინი, რომ ფაქტობრივად ომის დაწყების მომენტში არსებულ მოთხოვნებს არ უხვევენ დღემდე, ამერიკას აიძულებდა გარკვეული ხისტი პოზიციების დაკავებას. აი ამ პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბებისთვის უკრაინასთან მიმართებაში ამ ხელშეკრულების მოწერას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, მათ შორის პერსონალურად ტრამპისათვის, რომელიც ესეთი რაღაცა ოპორტუნისტული ბიზნეს და ტრანზაქციული ურთიერთობებით და ხასიათით გამოირჩევა. ხო, აი ბიზნეს დილის რაღაცა მოლაპარაკების ეგოცენტრული ტიპაჟი არის და მისთვის კონკრეტული შედეგის დადება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აი ხა ამ ხელშეკრულების მოწერის და ამოქმედების შემდგომ და რაც ის პროცესები უნდა მოყვეს ამ ხელშეკრულებას, მას ექნება როგორც შიდა აუდიტორიისთვის, ისე საგარეო ჭრილშიც უკვე კონკრეტული ასე თქვა პოლიტიკურად კარგად გასაყიდი შედეგი, სადაც ის ითხოვს, ჩვენ არა მარტო მაგალითისთვის სულ მცირე უკრაინას სტუანგაროთ არ ვეხმარებით, რასაც ის ხშირად უსვამს ხაზს, ხო, რომ ევროპამ უნდა გადაიხადოს მეტი თავისი უსაფრთხოებისთვის, ეს იქნება მისთვის ერთ-ერთი პირველი ეგრეთ წოდებული justification ინგლისურ ტერმინს ვიხმარ, სადაც ის გაიმყარებს თავის პოზიციას, რომ ითქვის, რომ ჩვენ სანაცვლოდ ამ დახმარებისგან გვაქვს ძალიან პერსპექტიული ეკონომიკური შეთანხმება, რომელიც სრულად ამოქმედებას აუცილებლად მშვიდობა დაჭირდება, იმიტომ რომ მე ფაქტობრივად ვერ წარმომიდგენია პრაქტიკულად თან ესეთი ტიპის სასარგებლო წიაღისეულთან რაღაცა მოპოვებისა და პრაქტიკული დამუშავების ომის პირობებში ფართო იმით როგორ უნდა მოხდეს, ამიტომ ეს დადებითად უნდა ისახოს თვითონ მშვიდობის დინამიკასთან დაკავშირებით, მშვიდობის მიღწევის დინამიკასთან დაკავშირებით უკრაინის აღშენებლობის ეკონომიკური პოსტ, ასე ვთქვათ, ომის შემდგომი ეკონომიკური და ფინანსური ფეხზე დადგომის თვალსაზრისით, ის ფონდი, რომელიც ითვალისწინებს ამ მხრივ წესით ორივე მხარისთვის მომგებიანი უნდა იყოს და რაც თავარია, კიდე გზავნილები გაკეთდა, დღესაც ეხაც აი რა მოვდიოდი ბოლო, ასე ვთქვათ, სხვადასხვა წყაროებიდან მოსული ინფორმაცია გვეუბნება, რომ საკუთარ ხის პოზიციას იკავებს უკვე ამერიკის შეერთებული შტატები და საუბარია რუსეთზე პირდაპირ ზეწოლაზე და ყველაზე მტკივნეული რუსეთთვის ეს არის რა თქმა უნდა ის ქეშის შემოდინება, ნაღდი ფულის, რომელიც მას ძირითადად ნავთობით და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის თვალსაზრისით აქვს და გაისმა მუქარა სანქცია ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც თუ რუსეთი კომპრომისი არ წავა, აღმოჩნდება 500%-იანი სატარიფო, ასე ვთქვათ, სანქციის ქვეშ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც მე დარწმუნებული ვარ ამ სახელმწიფოებს, რომლის გავლითაც დღეს რუსეთი ფინანსურად სარგებლობს, აიძულებს
აიძულებს გადახეთონ თავიანთ ეკონომიკურ ურთიერთობებს მოსკოვთან და რა თქმა უნდა მოსკოვიც მოუწევს ამ ყველაფრის გათვალისწინება, იმიტომ რომ თვითონ რუსებიც არ მალავე რომ საკმაოდ მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, ამდენი წელი მთელი რეზერვი ფაქტობრივად გაიხარჯა რუსული ფინანსური იმის და უკვე ძალიან მძიმედ აწვება ეს ომი და საუბარია რომ დაახლოებით აი იგივე ტემპში თუ გაგრძელდება მოქმედებები, მომდენო ერთი წელი შეიძლება საერთოდ ეკონომიკური ასე თქვა მძიმე სიტუაციის წინაშე დადგეს მოსკოვი და ამიტომ ყველა იმედოვნებს რომ ეხა იმ კონკრეტული შედეგების დადგომის შედეგად რაღაცა მშვიდობის შესაძლებლობა უკრაინასთან უფრო მკაფიო და ხელშესაღებ ფორმებს მიიღებს. აი მშვიდობის შესაძლებლობის კონტექსტში მინდა დაგისვათ შეკითხვა დღესვე გავრცელდა ცნობა იმასთან დაკავშირებით რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს 50 მილიონი დოლარის შეიარაღების მიყიდვის დამტკიცებას უკრაინისთვის და აი როგორ გესახებათ ომის დინამიკა უკრაინის გაძლიერებისა და მათ შორის ევროპელი ლიდერების მის მიმართ ევროპელი ლიდერების უპრეცედენტო მხარდაჭერის ბატონო აი მე რო ვთქვი რომ უკვე კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებზე გადადის სავარაუდოდ დარწმუნდა ამერიკის ადმინისტრაცია და დღესაც ინფორმაცია გავრცელდა რომ ამ მრავალთვიანი პარტნიორული ძალისხმევის შედეგად ბრიტანეთის საფრანგეთის რო დაერწმუნებიან ტრამპი რომ არ გამოვა ამ ფორმით რუსეთთან ვაჭრობა, თქობა შედეგებს იღებს და ეს არის პირველი ახალი ტრანში უკვე ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რომელიც უშუალოდ მათი დამტკიცებულია სამხედრო თვალსაზრისით. ეს არ არის თქვა ბაიდენის ადმინისტრაციის ვალდებულების თქვა შესრულება, ის უკვე მათ პოლიტიკურ პოზიციას აჩვენებს, რომ ისინი ეს ადმინისტრაციაც ეხმარება უკრაინას. რაც შეეხება ეხა სამხედრო უშუალოდ ბალანსის თვალსაზრისით ვერანაირი 50 მილიონის და 200 მილიონის დახმარება რადიკალურად ვერ შეცვლის სიტუაციას. ეს ბევრი კომპონენტისგან შედგება, რომ თქვა სამხედრო თვალსაზრისით რაღაცა თვისობრივად დიდი გარღვევა მოხდეს თქვა ბრძოლის ველზე, ამას მე გაცილებით ბევრი კომპონენტიანი ძალისხმევა ჭირდება, როგორც პარტნიორების, ისე უკრაინის, თუმცა საერთოდ რაიმე წარმატებაზე საუბარი დასავლური დახმარების ჩახსნის შემთხვევაში უკრაინისთვის რაღაც დიდი პერსპექტივის შექმნა ზარაფთული მოსადგენი იქნებოდა. ამიტომ ამერიკის დახმარება ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია და მე ვიტყოდი სავარაუდოდ გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ევროპის მასშტაბით არის კონსოლიდაციაზე მზაობა, თავდაცვის ხარჯების გაზრდის თვალსაზრისით, ერთიანი ძალისხმევის მობილიზების თვალსაზრისით, უკრაინის დახმარების თვალსაზრისით, ეს არის გრძელვადიანი გეგმა უკვე, რაც ამერიკის კიდევ თქვა რაღაცა რადიკალური პოზიციის შეცვლის შემთხვევაში გარკვეული მაშველი რგოლი იქნება, რაც მინიმუმ უკრაინას საშუალებას მისცემს, რომ არ ჩამოიშალოს თქვა სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა და რაღაცა კატასტროფულად მეტი თქვა თან ტერიტორიები არ დაკარგონ და რაღაცა ესეთი დიდი მარცხი არ ვიწვიონ ომში. ყველაზე ესეთი სავარაუდო სცენარი ამ ეტაპისთვის რა მოცემულობაც არის, მაინც არის რომ გარკვეული აი საშუალო სიტუაცია შენარჩუნდება მაინც საბრძოლო მოქმედებების თვალსაზრისით და რაღაცა კონკრეტული რეალობიდან გამომდინარე მოუწევს ყველა მხარეს თქვა სამშვიდობო შეთანხმებების ირგვლივ გარკვეული შეთანხმებებზე მუშაობა. და ბოლოს ეს ყველაფერი რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, საკმაოდ მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის, ხო? აი რა ტიპის საპასუხო ზომებს შეიძლება ველოდოთ რუსეთის ფედერაციისგან იმ ფონზე, როდესაც დღეს თუნდაც ამ აქტით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით უთხრა, ხო, მსოფლიოს პრინციპში, რომ ის მხარს უჭერს თავისუფალ და სუვერენულ უკრაინას. თუ მოსკოვი დაინახავს, რომ ამ კონტრქმედებებს და ამ ახალ თქვა ზომებს მისთვის განსაკუთრებული პრობლემები მოვაფიქრობ, არის რამდენიმე სცენარი, რაზეც შეეცდება ის გააქტიუროს. ერთი არის შეეცადოს უფრო ესკალაციის დონის აწევას, შეიძლება ისევ შემოვიდეს აქამდე გარკვეული პერიოდით გამოჩენილი მერე დაიწყებული ბირთვული შანტაჟის თემა, რაღაც გამოყენების თემაც, პერიოდულად როცა გაუჭირდათ გაგახსენებთ იგი 23 წლის განმავლობაში იყო ამაზე საუბარი, ეს გარკვეულწილად არის ტემპერატურის აწევა იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, გამოიმუშავონ უკეთესი ასე ვთქვათ პირობები და გარკვეული მუქარა არის. მეორე მნიშვნელოვანი არის ძალიან რუსეთის პარტნიორების ამ კონფლიქტში ასე ვთქვათ პოზიციები, რამდენად გააორმაგებენ მის დახმარებას. ამ შემთხვევაში ჩინეთის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის მაგალითად, რომ იგივე სამხედრო ტექნიკის წარმოებით, კომპიუტერული ჩიპების წარმოებით და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, ვიტალური მნიშვნელობა აქვს ჩინეთის დახმარებას. აი ეს ჯამში ეს კომბინაცია, ხო, იმ ღერძზე, როდესაც საუბრობთ, რომ ეს არის, თქვათ, ავტორიტარული სახელმწიფოების
რომელიც ვთქვათ ირანი არის, ჩრდილოეთ კორეა, პარტნიორები, მოსკოვის, ჩინეთის პოლიტიკა, ხო, ამ ყველაფერს რა იქნება მნიშვნელოვანი გავლენა. მე არ ვფიქრობ, რომ ამ მოსკოვი მხოლოდ თავისი პასუხის ამარა დარჩება ასეთ სიტუაციაში, ალბათ გარკვეული ქმედებების ძალისხმევების ერთიანობა შეიძლება მეორე მხარესაც ვიხილოთ, აი პარტნიორებთან ერთად, ვისთან ერთადაც დღეს რუსეთი ფაქტობრივად სოფლიო წესრიგის აი ესე ხელახლა გადაწერას ცდილობს. ამიტომ არის რამდენიმე სცენარი, ნახოთ კონკრეტული შედეგები რა მოყვება, იმიტომ რომ იქ საუბარია კიდე უკვე სენატორების ასე ვთქვათ იმის ინიციატივაზეც, კიდე უფრო ინსტიტუციურად გამკაცდეს რუსეთის წინააღმდეგ, ხო, ეს რა ქვია მოქმედებები და დაველოდოთ რა. ეს არის პირველი მე ვიყოდი ყველაზე კარგი დადებითი სიგნალი, რაც უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში კონკრეტულ ნაბიჯში გარდაიქმნა ტრამპის მეორე დარჩენის შემდეგ. და იმედი მაქვს, რომ პოზიტიური გაგრძელება იქნება. ჩვენ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზეც და საგარეო პოლიტიკურ ჭრილშიც საქართველოს გულისხმობ.